მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი ნოდარ კაპანაძე. ბატონო ნოდარ, მოგესალმები. და გილოცავ ყველაფერს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ასევე გილოცავთ გამრით დღესასწაულებს ყველაფერს. ნოდარ, ჩვენ ამ ვიდეოს ახლა როცა ვწერთ, პარალელურად მიდის მნიშვნელოვანი ამბები მსოფლიოში და ეს არის დავოსის ეკონომიკური შეხვედრა, ფორუმი უпростоრად და რამდენიმე შეკითხვა მაქვს და რიგითობა და გავრცელება თავად იცი შენ თვითონ შეადგინე რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს ჩვენი მაყურებელს და იმ დიაგრამების თანმიმდევრობაც შენ მითხარი და ასე შემდეგ. ძირითადი შეკითხვები რა არის? რა თუნდა ტრამპს ასე იგი, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რა თუნდა ტრამპს ეს ფედერალური სარეზერვო ფონდის ხელში ჩაგდება, როცა ვიცით რომ ამას ცუდი პრეისტორია აქვს, რიგი პრეზიდენტები ამ მცდელობას შეეწირნენ. მისი გავლენები კოლინ პაუელზე და მისი ჩანაცვლება და ჯერომ პაუელზე, ხო, იმაზე წავედი კოლინზე, ხო და და მეორე მომენტი, რაც მნიშვნელოვანია, ეს დავოსის შეხვედრამდე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადგა კანადა და ჩინეთთან გააფორმა სტრატეგიული ხელშეკრულება, რაც ბუნებრივია ბევრისთვის კითხვის ნიშანი იყო, ჩემთვისაც, ამაზე მსულ შენთან საუბარი და დავოსი, რაც დავოსზე ხდება და ეხლა გისმენ შენ, როგორც შენ რიგითობა ჩამოვაყალიბებ, ისე გავუყვეთ. დავოსში დავოსდით. კარგი იყო. სათაურად გამოვიტან. მოკლედ, სანამ ჩვენ აი ამ ამბებზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანი არის ჯერ პრეისტორია, საერთოდ რა ხდება და რას ემსახურება ეს მთელი ეს ამბები, რაც მოხდა ვენესუელაში, რაც არის გრენლანდია, ტრამპის ეს ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და მთელი ეს ორმტრიალი, რაც მიდის მთელ მსოფლიოში ახლა. საქმე იმაშია რომ ეს და თქვენს დაახლოებით ერთი თაობის ხალხი ვარ და პრინციპში ბოლო თაობა ვართ, ვინც პოლიტეკონომია ავად თუ კარგად ვისწავლეთ რა. და აღმოჩნდა რომ თურმე ყველაფერს რასაც გვეუბნებოდნენ პოლიტეკონომიაში ძირითადი ნაწილი მართალი ყოფილა. და მაგრამ ჩვენ ამ ესე ცოტა დანავაროტკებული ბუღალტერიის, რასაც ეკონომიკის ეძახიან, ამით შთაგონებულებმა ყველაფერზე უარი ვთქვით და ეხლა აღმოჩნდა რომ თურმე ეს მართლაც ასეა. საქმე რაშია? ყველაფერი ამის მიზეზის გამოხატულება არის ის ტენდენცია, რაც არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალის ექსპონენტური ზრდა. მე თქვენ გამოგიგზავნეთ დიაგრამა და პირველი დიაგრამა თუ შეიძლება რომ შემოიტანოთ ეკრანზე. ახლავე. მოდი ჯერ ეს დიაგრამა აღწეროთ და მე გეტყვით თუ რატომ არის ეს აი ამ ყველაფრის თავი და თავი რა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი. მოკლედ აქ მოცემული არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალის დინამიკა 1790 წლიდან 2025 წლამდე. და ეს არის ფინანსური წლის ბოლოს მდგომარეობით რა. და თუ შევხედავთ აქ მე დაჭრილი მაქვს ეს მეტნაკლებად ჰომოგენურ მონაკვეთებად. დაახლოებით მსგავსი ქცევის როდესაცაა ეს მრუდი. მთლიანობაში მრუდი არის აშკარად ექსპონენტური ქცევის, ანუ ექსპონენტა რას ნიშნავს რა, ადამიანურ ენაზე რომ ახსნათ. ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია რა. ანუ წინა პრობლემები არსად არ მიდის და ახალი პრობლემები ემატება კიდევ რა, ამას ნიშნავს ეს ექსპონენტა. 1790 წლიდან ვიდრე 1913 წლამდე, სანამ ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელშეკრულებას მოეწერებოდა ხელი 1913 წლის დეკემბერში, მანამდე სახელმწიფო ვალის ტრენდი არის პრაქტიკულად უცვლელი, წრფე არის რა. ანუ რაღაც ერთ დონეზე იყო მუდმივად. მოეწერა თუ არა ხელი ფედერალურ სარეზერვო სისტემის ხელშეკრულებას, ეგრევე დაიწყო აჩქარება სახელმწიფო ვალის დაგროვება.
და ეს მერე გაგრძელდა ბრეტონ ვუდსის დაახლოებით მსგავსი ქცევა, ერთნაირი ქცევის მრუდი არის ბრეტონ ვუდსის სისტემის შექმნამდე, ანუ 1954 წლის ბოლომდე, 1954 წლის აპრილში იყო ბრეტონ ვუდსის შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა ეს ბრეტონ ვუდსის სისტემის შექმნა და ამის შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო აჩქარება ვალმა. შემდგომი ეტაპი ეს არის იწყება 1973 წლიდან 1970-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ნავთობის კრიზისის შემდეგ, დეგოლის ცნობილი დემარშის შემდეგ უკვე ბრეტონ ვუდსის სისტემა გადაკეთდა იამაიკის სისტემად, როდესაც დოლარის ბეჭდვას მოეხსნა ოქროს მუხრუჭი და დაიწყო უძლიერესი ემისია. შემდგომ ამის შემდეგ უკვე ახალი ეტაპი იწყება ეგრეთ წოდებული რეიგანომიკის დასაწყისიდან, რეიგანის მოხმარების საკრედიტო წახალისების პოლიტიკიდან რეიგანომიკა, რასაც ერქვა, ეს არის დაახლოებით 82-83 წლები. აქედან კიდევ უფრო ძლიერდება აჩქარება ამ ვალის დაგროვების პროცესის, როდესაც დაიწყეს კრედიტების მასიური წარაუგონო გაცემა. შემდგომ სახელმწიფო ვალის დაგროვება შენელდა 1993-1999 წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც მიმდინარეობს სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ძარცვა და ტრილიონობით დოლარის აქტივების გატანა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან, საბჭოთა კავშირი, პოსტსაბჭოთა ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სოციალისტური ბანაკის ქვეყნები ერთ სიტყვით. მაგრამ დატნიჰილ ფორტუნა in aeternum, ანუ ბედი არაფერს არ ეძლევა სამუდამოდ რა. ეს საძარცვი დამთავრდა 90-იანების ბოლოს და ნულოვანებში ისევ გრძელდება ეს სახელმწიფო ვალის დაგროვების აჩქარება. შემდგომ უკვე კატასტროფა მივდივართ ამით უკვე 2007 წლის ცნობილ იპოთეკურ კრიზისამდე, რომელმაც მოითხოვა უზარმაზარი ემისია და აი ამ ეკონომიკური ეს ხანძარი ჩააქრეს დაასხეს ფულიზე და ჩააქრეს ეს ხანძარი. მაგრამ ეს კრიზისი არსად არ წასულა. შემდგომ იწყება უკვე ძალიან ძლიერი აჩქარება, უკვე წარმოუდგენელი სისწრაფის აჩქარება COVID შიზოფრენიის დაწყებიდან, როდესაც რაღაც ენით აუწერელი მასშტაბის ემისია განხორციელდა. და ასე მოაღწიეთ 2025 წლამდე, როდესაც სახელმწიფო ვალი, ფედერალური სახელმწიფო ვალი უკვე 37 ტრილიონ დოლარს გადასცა. 38 ტრილიონამდე იყო თითქმის და ეხლა დღევანდელი მონაცემით 38 ტრილიონ 700 მილიარდია დაახლოებით, ცოტა მეტი კიდე. მოკლედ ეს არის, ეხლა რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ეს ფედერალური სახელმწიფო ვალი გროვდება და ეს არის უკვე ძალიან დიდი მასშტაბის. თუ შეიძლება რომ მეორე დიაგრამა შემოვიტანოთ, სადაც მოცემული არის ეს ფედერალური სახელმწიფო ვალი რამდენი არის თლიანში და პროდუქტთა მიმართებაში პროცენტულად. აქ მონაცემები გვაქვს 1960 წლიდან. სოფლიო ბანკის საიტიდან არის თლიანში და პროდუქტის მონაცემები მიმდინარე ამერიკულ დოლარებში, ანუ და შესაბამისად იმ პერიოდის სახელმწიფო ვალი. მოკლედ სადაც 60-იან წლებში იყო სადაც 33-34% მთლიანი შიდა პროდუქტის და პირველად 2014 წელს გადააჭარბა უკვე 100%-ს მთლიანი შიდა პროდუქტის აი ამ სახელმწიფო ვალის მოცულობა. შემდგომ იყო აღმავალი ტრენდი ამის 128% იყო 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის უკვე აღემატებოდა 28%-ით სახელმწიფო ვალის მოცულობა, ხოლო 2024 წლის მონაცემებით, როცა ბოლო მონაცემები გვაქვს სოფლიო ბანკის საიტზე, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის არის 123%, ანუ 23%-ით მეტ აღემატება მთლიან შიდა პროდუქტს. ეხლა ეს დიაგრამები თუ შეიძლება გავუშვათ.
ეხლა რას ნიშნავს ეს? ვისი ვალი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს? ხო? სახელმწიფო ვალიაო ვამბობთ. საიდან და როგორ წარმოიქმნება ეს ვალი? ამ ვალის საფუძველი არის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1913 წლის დეკემბერში და გადიოდა ვადა 100 წლით იყო ეს ხელშეკრულება დადებული, მე მგონი ეს ხელშეკრულება მე გაგრძელდა 2013 წელს და თქვენ რომ ხელში გიჭირავთ ამერიკული დოლარი, მართალია იმას ფედერალური სარეზერვო სისტემის დოლარი ქვია, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფო ამერიკის დოლარი. ეს არის ბანკების აი ამ კორპორაციის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში შემავალი ბანკების კორპორაციის მიერ დაბეჭდილი ბანკნოტი, რომელიც პრინციპში ბრეტონ ვუდსის შეთანხმების თანახმად ოზრუნველყოფილი იყო ოქროთი, მაგრამ 1967 წელს შარლ დე გოლმა მოაგროვა საფრანგეთში არსებული მთელი ეს დოლარის კუპიურები, რაც ქონდა $1.5 იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხა, ჩატვირთა ეს გემში და სანამ გემი გზაში იყო, არავინ არაფერი არ იცოდა ამის შესახებ და როდესაც გემი ნიუ-იორკში უკვე პორტში დადგა დოქში, მაშინ შეატყობინა ამერიკის მთავრობას, რომ მან მაგ გემში არის ნაღდი დოლარები და ბრეტონ ვუდსის ხელშეკრულების თანახმად გთხოვთ გადამიცვალოთ შესაბამისი მოცულობის ოქროში. ამან გამოიწვია სრული პანიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვინაიდან მართალია ეს ხელშეკრულებით იყო ნავარაუდები და ხელშეკრულებით გაწერილი იყო, რომ დოლარის ემისია ყარად ყოფილიყო მიბმული ოქროზე, მაგრამ რა თქმა უნდა ამ მიბმას არავინ არ უყურებდა და გაცილებით მეტი დოლარი იბეჭდებოდა ვიდრე ოქრო იყო რეალურად და თუ შეხედავთ არის ეგეთი World Gold Council, ეგეთი ორგანიზაცია, სადაც არის ქვეყნის საცავებში განთავსებული ოქროს მარაგების შესახებ მონაცემები. ბოლო 2024 წლის მონაცემით ყველაზე მეტი ოქრო განთავსებული არის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ფედერალურ სარეზერვო სისტემაში 8000 ტონაზე მეტია ეს ოქრო, მაგრამ ბოროტიენები ამბობენ, რომ იგი დიდი ხანია ვოლფრამის ზოდებია ოქროს მაგივრათო. ვინაიდან პენტაგონის ბიუჯეტს და ფედერალურ სარეზერვო სისტემის ოქროს საცავს აუდიტი არ ჩატარებია უკვე თითქმის 40-50 წელია. რამდენი ვინმე მცადა, ყველა პრეზიდენტი იმუქრება, რომ ამ აუდიტს ჩაატარებს, მაგრამ არჩევნების ტრამპის ჩათვლით. და მოკლედ აი ამ ხელშეკრულების შინაარსი არის ესეთი, რომ მოკლედ ფედერალური სარეზერვო სისტემა ბეჭდავს ამ ფულს და ამ ფულს შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იღებს ხსესხად. და შემდგომ უშვებს შესაბამის ტრეჟერის რა სახაზინო ვალდებულებებს, რომელსაც ადრე ყიდულობდნენ, როგორც როცა დოლარს ჰქონდა დიდი ავტორიტეტი, ბრეტონ ვუდსის სისტემის თანახმად დოლარი იყო თითქმის ერთადერთი საერთაშორისო ვალუტა და საერთაშორისო ვალუტების კალათაში შედიოდა დოლარი, ფუნტი სტერლინგი, იაპონური იენა, გერმანული მარკა, ფრანგული ფრანკი, ეხლა შედის დოლარი, ევრო, ფუნტი, იენა და ჩინური იუანი დაამატეს კიდევ. და მოკლედ აი ამ დოლარი იყო შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საექსპორტო პროდუქცია უკვე აი ამ მას შემდეგ რაც ბრეტონ ვუდსის სისტემა შევიდა ძალაში. და მოკლედ აი ამ ბანკნოტებს ბეჭდავს ეს სისტემა და სახელმწიფო სესხულობს იღებს კრედიტად ამას. ამდენად ამერიკის შეერთებული შტატებს, სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს ფედერალური სარეზერვო სისტემის ვალი. ეს არის. აი ამის გამო. ეხლა ეს ვალი არის 38 ტრილიონი არის წარმოუდგენლად დიდი მოცულობის თანხა. ეს არის თანხა, მოკლედ ეს არის ის თანხა, რომელიც კრედიტშია აღებული და ამერიკა მიეჩვია კრედიტში ცხოვრებას უკვე რა. ეს უკვე სადღაც 30-იანი წლებიდან დაიწყეს, მაგრამ სანამ სამრეწველო და სამრეწველო კაპიტალი ჯერ კიდევ ძლიერი იყო ამერიკაში, მაშინ იმდენად
ამ ვალის დაგროვება არ ხდებოდა, მაგრამ ეხლა რაც ფინანსურმა კაპიტალმა გაიმარჯვა, მას შემდეგ აი ამ ვალის დაგროვება მიდის რაღაც წარმოუდგენელი სისწრაფით. საერთოდ თუ გადავხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას, მე-19 და მე-20 საუკუნე არის ფინანსურ და სამრეწველო კაპიტალს შორის დაუნდობელი ბრძოლის ეპოპეა. და მეტნაკლებად ცალკეული პრეზიდენტები რაღაც წარმატებებს აღწევდნენ სამრეწველო კაპიტალის სასარგებლოდ აი ამ ბრძოლაში, მაგრამ 4 პრეზიდენტი სწორედ აი ამ ფედერალური სარეზერვო აი ამ ფინანსურ კაპიტალთან ბრძოლა შეეწირა 4 ყველაზე სერიოზული პრეზიდენტები, ვინაც მართლა რაღაც წარმატებებს მიაღწიეს. ესენი იყვნენ აბრაამ ლინკოლნი, ეს იყო ენდრიუ გარფილდი 1891 წელს მოკლეს, 1873 წელს აბრაამ ლინკოლნი, 1903 წელს თუ სწორად მახსოვს უილიამ მაკინლი და 1963 წელს ჯონ ფიცჯერალდ კენედი. ეს ხალხი იყვნენ ისინი, ვინც გაბედა და დაიწყო ამერიკის სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და არა ფედერალური სისტემის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება. ანუ სახელმწიფო ბანკნოტების ბეჭდვა დაიწყო და არა საბანკო ბანკებისგან ინიცირებული რა. და ეს ხალხი ამას შეეწირა. სხვათა შორის დონალდ ტრამპსაც ჰქონდა ესეთი განზრახვა და ეს ჩანდა, რომ დონალდ ტრამპი ამას მოინდომებდა და ამიტომაც სულაც არ არის შემთხვევითი მის წინასაარჩევნო პერიოდში აი ეს ცნობილი გასროლა, როდესაც ტრამპი სრულიად შემთხვევით გადარჩა. ვინაიდან ხა ამას დადგმული იყო და ესეთი რამე, ხა ყურთან 2 მილიმეტრში რომ გაგივლის ტყვია, ესეთი რამეები ასეთ დადგმა არ ხდება საერთოდ რა. ხო. მოკლედ ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს აი ეს ვალი. ეს ვალი არის უკვე ისეთი მოცულობის, რომ ამას ვერაფერს ვერავინ ვერ უხერხებს. ამიტომაც ცდილობს დონალდ ტრამპი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გადმოიყვანოს საპრეზიდენტო, ანუ სახელმწიფო დაქვემდებარებაში. ეს იქნება ძალიან დიდი, ძალიან რთული ამოცანა და ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეებთან აქვს საქმე. როგორც გითხარით, 4 პრეზიდენტი ამას შეეწირა მეთქი. და თუ გადავხედავთ ახლა ტრამპი რასაც აკეთებს, ყველაფერი ემსახურება პრინციპში ამ ამოცანას. ეხლა რატომ ჭირდება, რა საჭირო იყო ვენესუელა, რაში ჭირდებოდა ვენესუელის ამბები, ან რაში ჭირდება გრენლანდია და ასე შემდეგ, ხომ? კი, 1000 რაღაც შეიძლება მოიგონო, 1060 შეიძლება ჩააცვა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რეალურად ამერიკის ეკონომიკას და ამერიკას ჭირდება ახლა ემისია, დიდი რაოდენობით ემისია. მაგრამ ემისია საჭირო არის, რომ იყოს რაღაც აქტივებზე მიმული, რაღაც აქტივები უნდა იყოს. ანუ ესე რომ დაბეჭდო უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ვერ არის. პირდაპირ ხო დაქსეროქსება ფულის ესე არ გამოვა რა. საჭირო არის, რომ ამას რაღაც აქტივებზე იყოს მიმული. ისეთი აქტივები, რომლის კაპიტალიზაცია შეიძლება ამერიკის ეკონომიკაში თითქმის აღარ არის. არის ეს კვაზნიაკების ცეხები სხვადასხვა რაღაც ხელოვნური ინტელექტი რაღაც, მაგრამ ილათი კაპიტალიზაცია ისედაც ძალიან მაღალია. ეხლა რა ფულიც არ უნდა გაუშვა ამერიკის ეკონომიკაში, თუნდაც ჩვენთანაც ნებისმიერ ეკონომიკაში უკვე იმდენად მოდებულია ფინანსური კაპიტალი ყველგან, რომ არც ერთი ფული რეალურ ეკონომიკამდე თავისით არ მივა, თუ ის არ დაამისამართე, თუ არ გააკეთეს სტალინის ინდუსტრიალიზაცია რა, თუ არ გააკეთე ისეთი მკაცრი მართვა, როგორც გვაქვს მაგალითად ჩინეთში. რა ჩინეთში პრობლემები არ არის, კორუფციის პრობლემები არის და რომელია, ახლა მაგალითად რომელიღაც ქალაქის მეს ემასიანთ ინფორმაციას ავიკითხე, 17 ტონა ოქროს უნახეს, ოქროს ზოდები, ხო, ეს რა თქმა უნდა. ქვეყანაში სადაც დახვრეტაა მაგაზე, მაინც წარმოიდგინე. კი, რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა არის პრობლემა და ნუ ახლა მე ამაზე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი რომ როდესაც ასეთი ზომის კორუფციაზეა საუბარი ეს რაღაც უფრო ოფში აქვს მაგონებს მე და არ მგონია რომ ერთი რომელიღაც პოლიტიკური ფიგურის საკუთრება იყოს მაგრამ მოდი ამას თავი დავანებოთ ეს არ არის საინტერესო და ამისთვის საჭირო არის მოკლედ რაღაც აქტივები აქტივი არის გრენლანდია და მისი წიაღისეულის საბადოები არ არის აუცილებელი რომ გრენლანდიაში რაღაცის მოპოვება მართლა დაიწყოს. თავარი არის რომ ითქვას აი ეს არის ამერიკის საკუთრება. თორემ რა ამერიკის შეერთებულ შტატებს იქ რა ბაზა არა აქვს სამხედრო ბაზა? სამხედრო ბაზა აქვს და მე მგონი მარტო ამერიკელი სამხედროები არიან იქაც და ისიც საკმაოდ ცოტა. და მეორე კიდე გრენლანდიის წიაღისეულის ათვისება და საერთოდ არქტიკის ათვისება დღევანდელ მოცემულობაში რუსეთის ფედერაციის დახმარების გარეშე არის შეუძლებელი, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს სრული აღჭურვილობა არქტიკაში სამუშაოდ. ეს არის ატომური ყინულმჭრელების მთელი ფლოტი, არქტიკული შეიარაღებული ძალები, გამოცდილი კადრები და ასე შემდეგ რა. ამდენად სულაც არ არის აუცილებელი რომ დაიწყოს ეს გრენლანდიის წიაღისეულის დამუშავება, თავარია რომ დაარქვას ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს ამდენი მილიონი რაღაც, ხო? ასევე ვენესუელის ნავთობი, რომელზეც შემდეგ ბოროტიენები ამბობენ რომ ეს არის უმძიმესად დასამუშავებელი ნავთობი. ის ვენესუელას საზღვაო შელფში არის მსუბუქი ნავთობის საბადო, მაგრამ ის არც ისე დიდია და ძირითადი ნავთობის საბადოები, რომლებიც სიღრმეში არის ტროპიკულ ჯუნგლებში, ეს არის თითქმის ბიტუმის კონსისტენციის ნავთობი, რომელიც არის ძალიან მძიმე და ძალიან ძნელი მოსაპოვებლად, რა. ამდენად, მაგრამ აუცილებელი არ არის რომ ეს ყველაფერი მართლა მოიპოვო. თავარი არის ამ აქტივებს დაერქვას ამერიკის სახელო, ამაზე დაფუძნებით მოხდეს ემისია. მაგრამ ეს ემისია დონალდ ტრამპის და აი ამ მისი მაგას სურვილი არის რომ ეს მოხდეს სახელმწიფოს მიერ და არა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ. ვინაიდან ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გამოშვებული ემისია აუცილებლად მოხდება ფინანსურ ბაზარზე და არა რეალურ ეკონომიკაში, ვინაიდან ფინანსურ ბაზარზე მოგების მარჟა არის გაცილებით მაღალი, ხოლო კაპიტალისტური შრომის გმირები ყველა გეტყვიან, რომ კაპიტალი ყოველთვის მიდის იქ, სადაც არის მოგების მარჟა მაღალი და არანაირი ჰუმანური და ალტრუისტული აზრები კაპიტალისტებს როგორც წესი არ აწუხებს. ეგ ჩვენ გვეგონა, როდესაც ჰოლივუდის და ევროპული კინოებით ვაზროვნებდით, გვეგონა რომ იქ მხოლოდ სიკეთით ახსავსე ადამიანები ცხოვრობდნენ. არ არის ეს ასე. კიდევ ერთხელ გირჩევთ, გადაეკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები და ბემურას კლასიკოსებში არ შეგეშალოთ და არ აგერიოთ. ხო, ეს ასე. მოკლედ და აი ამ აქტივები, აი ამ ემისიისთვის სწორედ საჭირო არის რაღაც აქტივების ფლობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფო სექტორის გაძლიერება და ეს რამდენად მოახერხებს ამას დონალდ ტრამპი მე არ ვიცი, მაგრამ აი როგორც ხედავთ, აი ყველაფერი ათასნაირ აკრობატიკას ატარებს რომ ეგეთი რაღაც მოახერხოს. ძალიან რთული ამოცანა არის, ვინაიდან აქ ცუქცვანგშია რა, კარგი სვლა თითქმის აღარ არის დარჩენილი, ვინაიდან წერა ხო ნახეთ როგორი აღმავალი ტრენდი არის, ყოველი დღე არის მოწინაზე უარესი. ექსპონენტა ამას ნიშნავს. ხო, შემდგომ მოკლედ ახლა რაც შეეხება ოქროს მარაგებს, ოქროს მარაგების ცვლილება არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინდიკატორი სწორედ აი ამ მახასიათებელი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის. ოქროს მარაგების ზრდა ოქროს მარაგების საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება სახელმწიფო ბანკების საცავებში. მაგალითად, ინდოეთმა დაიწყო ძალიან დიდი ტემპებით ოქროს შესყიდვა. ჩინეთი ძალიან დიდი ტემპებით ზრდის თავის ოქროს მარაგებს. რუსეთი ზრდის თავის ოქროს მარაგებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურბულენტობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი არის ოქრო, ვინაიდან მას არც ინფლაცია ეხება, არც დევალვაცია ეხება, არც არაფერი, ეს არის ძალიან ესეთი ინერტული, მყარი მეტალი და მყარი გარანტია ფინანსური. და ამიტომაც იზრდება მისი მარაგები.
ეხლა ეს მოკლედ ამიტომაც არის ეს ამბები ამ გრენლანდიაზე და ასე შემდეგ და უკვე რა მოხდა დავოსში ეხლა დავოსში სხვათა შორის ჩვენი მთავრობა არ არის მიწვეულიო ამაზე აქ ერთი კოთკოთი და ერთი ამბავი იყო ატეხილი კი სიმართლე გითხრათ ძალიან კარგი რომ მიწვეული არ იყო ასეთ ბიფურკაციის ზონაში სადაც ეხლა დღეს არის მთელი პლანეტა შესული პრაქტიკულად ასეთ დროს თუ საინფორმაციო რადარებზე საერთოდ არ გამოჩნდები ჯობია ვინაიდან ნუ ახლა მაგალითად საინფორმაციო რადარებზე ჩანს უკრაინა ჩანს ღაზას სექტორი ჩანს ირანი მაგრამ მე ნამდვილად არ მინდა არც ერთგან არც მეორეგან და არც მესამეგან ყოფნა ჯობია რომ არ გამოჩნდი არც იქ არ არის საუცილებელი ჯობია მიხედო შეეშიდა საქმეს რასაც პრინციპში აკეთებს კიდე ჩვენი ქვეყნის მთავრობა და რასაც ვფლი რომ ძალიან სწორადაც აკეთებს აი მაგალითად ეხლა იყო გუშინ იყო ფასების რეგულირებაზე კომისიის სამთავრობო კომისიის ხდომა რაც ჩემი აზრით იყო ძალიან რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ხალხისთვის ხოლო ეს რაზედაც ეხლა ცხადია ეს დროულია და ის 4 მთავარი იდეა რაზედაც მთავრობამ 2025 წელს განაცხადა ეს არის განვითარების 10 წლიანი პროგრამის შემუშავება ეს არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა განათლების რეფორმა და ფასების რეგულირება ეს 4 არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს საინტერესო აი ამ მცირე მოსულ რაოდენობრივად ძალიან მცირე მაგრამ ძალიან ხმაურიანი ნაწილისთვის საზოგადოების მაგრამ ეს არის ზუსტად ის რაც ჭირდება ქვეყანას რეალური განვითარებისთვის ვინაიდან ახლა რაღაც წინსვლა ნამდვილად არის ეს უდავოა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პრობლემები არ არის პრობლემები არის და პრობლემები არის უამრავი მაგრამ პრობლემების არსებობისას საჭირო არ არის რაც განსასწრელისტობა და ვაივიშისტობა და თავზე ნაცრის დაყრა და მომესით პისტოლეტი ერთი ტყვით პრობლემების არსებობის დროს საჭირო არის ამ პრობლემების დასმა მისი მოგვარების გზების ნახვა და ამ პრობლემების მოგვარება აი ეს არის აუცილებელი და ჩემი აზრით ეხლა რასაც აკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით ზუსტად ეს არის საჭირო რეალურად რა და დავოსში კიდევ ყოფილიყავ დავოსი რა ტიპის ფორუმია და რა ტიპის შეხვედრა არის ეს არის პრინციპში ლიბერალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება წლის მანძილზე 70 საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს აი ამ შეხვედრის ინიციატივა და აი ამ შეხვედრის ტრადიცია და ნუ ბოლო წლებში უკვე თითქმის აი ლიბერალური ეკონომიკა დაღმავალდა ასე თქვა სიკვდილის გზაზე მიდის და შესაბამისად აი ამ ფორუმის მნიშვნელობას სულ უფრო და უფრო მცირდება მაგრამ სხვათა შორის არ დაგვავიწყდეს ვინ იყო ამ ფორუმის ფასილიტატორი ასე თქვა თამადა იყო კლაუს შვაბი ასეთი ადამიანი ძალიან ხნიერი SS-ის ყოფილი ოფიცერი თუ სწორად მახსოვს და მეგონი ვიღაცა ყავდა ხო მოკლედ ძალიან ხნიერი კაცია და მაგან დაწერა თან ერთი ძალიან საინტერესო წიგნი დიდი გადატვირთვა და სადაც იყო აი ამ ნუ აი Aldous Huxley-ს და ჯორჯ ორუელის მიერ აღწერილი ანუ Aldous Huxley-ს მშვენიერი მსოფლიო და ჯორჯ ორუელის 1984 იყო ერთ ფლაკონში ჩასხმული და ეს იყო ყველაფერი ასე ვთქვათ საუკეთესო პერსპექტივად დასახული ანუ ვთქვათ რა რომ უფროსი მეგობარი რო ყავდა ჰარარი ის კიდე იდეოლოგიაში
შექონდა ყველაფერი გაუკუღმართებული რაც კი სოფლიოს. კი, რა თქმა უნდა და აი ახლა ამ ფორუმზე თუ საქართველოს არ მიიწვიეს, ჩემი აზრით ეს დიდი ტრაგედია ნამდვილად არ არის. შევარდნაძე რო დადიოდა რა, ხო, რა თქმა უნდა, შევარდნაძე დეგრადაციის დიდო სტატი იყო რა. მისი ყოველი მომდევნო საკადრო გადაწყვეტილება იყო წინა საკადრო გადაწყვეტილებაზე უარესი, ეს იყო ექსპონენტა ოღონ დაღმავალი. დაღმავალი. 200 ვართ გადარჩენილი. დიახ. ხო, აგზელებ თუ შეგეკითხო. გისმენთ. ნოდა, ესე იგი, ჯერ ამერიკის გარშემო ვიტრიალოთ. პრინციპში სულ ამერიკის გარშემო უნდა ვიტრიალოთ. ესე იგი, რო ამბობდნენ, მე 2016-ში ჩამოვედი აქ და ეგრეთ წოდებულმა სტაჟილებმა მითხრეს ესე ვინც 20-30 აი პირველი ნაკადი ვინც იყო ემიგრაციის, ხო? სადღაც მოკლედ შევხვდით ერთმანეთს და ვილაპარაკეთ საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას და ესეთი რამ მითხრეს, რომ ამერიკა თავად არისო ფინანსური პირამიდაო და ფინანსური პირამიდი სათავეში. მე მართალი ვთქვამს. 2016 წელს ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ. და რაც უფრო დრო გადიოდა, მე ვხვდებოდი რამდენად ეს მართალი იყო და MMM net problem გახსოვს ხო მავრუძი? კი, მავრუძის ოქროს თასი, ოქროს ბურთი და რა. კი. გადმოტანილი აქიდან უბრალოდ მასშტაბები მცირე. და აი როგორ მანდ სახელმწიფოს დონეზეა. მან სახელმწიფოა ეს. ეგ კიდე ეს იყო რა კავკასიის ბირჟაზე ხდებოდა კიდე უამრავი მანიპულაციები, მაგრამ ეხლა მნიშვნელობა რა არის? 38 მილიონი, ეხლა შენ უკეთიცი. ზრდა არის გეომეტრიული პროგრესიით, მე მგონი ყოველთვის რაღაც კოლოსალური თანხით ემატება და მე მეშინია რომ 40 ტრილიონამდე რო ავა, შესაძლოა ამერიკამ გამოაცხადოს ისეთი რამ, რაც საერთოდ თავდაყირა დააყენებს ყველაფერს და თქვას, რომ ამ დეფოლტი გამოაცხადა. დაბრუნებაზე უარს ამბობს, აი მე რა გვეშველება. არა, ამ ვალს ვერც ვერავინ დააბრუნებს. მთლიანი ვალი ამერიკის შეერთებული შტატების არის რაღაც 107 ტრილიონ დოლარამდე. მთლიანი ვალი სახელმწიფო ვალს უკავშირდება. ეს ხო ის იქნება, რა ქვია, ტრიგერი. ეხლა საქმე რაშია? დოლარის პოზიციები საერთაშორისო ვაჭრობაში მნიშვნელოვნად არის შესუსტებული. სულ 2024 წლის მონაცემები დოლარის წილი საერთაშორისო ვაჭრობაში იყო 44%. 44% არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი წილია რა. 44% იყო მსოფლიოში აი დოლარის წილი. მაგრამ ეს დოლარის წილი ამ 40-50 წლის წინ იყო თითქმის 90%. და ეხლა იმასთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მაგრამ არის მაინც ძალიან დიდი. ამიტომ აი ამ ქვეყნების მთავრობები თითქმის ყველა ვისაც აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ტრეჟერი და ეს სახაზინო ვალდებულებები, ყველა ძალიან ერიდება და ყველასთვის ძალიან მძიმე გადასალახი იქნება პრობლემები, რომ აი ამ სისტემის ერთბაშად ჩამოქცევა რომ მოხდეს. არა და ამისი რისკი ძალიან დიდია. ვინაიდან ეს ვალი იზრდება ექსპონენტით და ოდესღაც ეს ბუშტი გასკდება. ამერიკის შეერთებული შტატებს რამდენიმეჯერ მოუწია ეს პრაქტიკულად დეფოლტის გამოცხადება. ერთი ეს იყო 1973 წელს, როდესაც რიჩარდ ნიქსონმა განაცხადა, რომ ამ დოლარი დღეიდან აღარ არის ოქროთი უზრუნველყოფილი და უბრალოდ დოლარს უბრალოდ ბეჭდავთ რა. ოქროს მუხრუჭი მოეხსნა ემისიას. ეს პრაქტიკულად დეფოლტის გამოცხადება იყო. მაგრამ ნუ მაშინ საბჭოთა კავშირში არ იყო ისეთი ძალის და ისეთი გამჭრიახობის მქონე ხალხი ქვეყნის სათავეში, რომ ეს გამოეყენებინათ. ხოლო და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამე. 1952 წლის ოქტომბერში მანილაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც განიხილებოდა ალტერნატიული საბჭოთა კავშირის მიერ, სტალინის მიერ ინიციირებული ოქროს მონეტის სისტემის შექმნა.
70 ქვეყანა მონაწილეობდა აი ამ შეხვედრაში. და ეს იყო მესამე კონფერენცია და უკვე თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ უნდა შექმნილიყო საერთაშორისო დოლარის ალტერნატიული სისტემა მანეთზე დაფუძნებული და შესაბამის საბჭოთა კავშირის რესურსებზე დაფუძნებული აი ეს ფინანსური სისტემა. ამბობენ ბოროტიენები, რომ სტალინსო დაეხმარნენ კიდეც სიკვდილშიო, მაგის მალევე მოხდა ეგ ამბავი რა. ხო და ახლა ნებისმიერი ასეთი საფრთხე, როდესაც ჩნდება ჰორიზონტზე, ფედერალური სარეზერვო სისტემა იბრძვის ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. ამდენად დონალდ ტრამპისთვის ეს ძალიან მძიმედ მოსაგვარებელი ამოცანა იქნება. მე არ ვიცი რამდენად როგორ მოაგვარებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან რთული ამოცანა დგას ტრამპის წინაშე. ახლა რაც შეეხება ეს რაც გითხრეს მანვე, რომ ფინანსური პირამიდაა. აი ეს ვალის ეს მონაცემები აჩვენებს კიდეც რა, რომ ფინანსური პირამიდაა. აქ ჩვენთან პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო რაღაც MMM, იყო ჩვენთან ოქროს თასი, რომელთაც ჩაილური წყალი დალია მერე, იყო რაღაც მინაგო ბანკი და რაღაც ესეთი სასაული წარმონაქმნები, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც იყო რეალური, ეს იყო მაინც რაღაც პატარა ეპიზოდური მოვლენები. ეხლა რაც შეეხება სახელმწიფო ბანკებს. სახელმწიფო ბანკები პრინციპში ყველა ვინც ბრეტონ ვუდსის აი ამ სისტემაში, ფინანსურ სისტემაში ვინც არის გაერთიანებული, ესენი პრინციპში არიან ფედერალური სარეზერვო სისტემის ერთგვარი ფილიალები, ახლა თლათ ფილიალები არა, ყველა ბანკს თავისი სახელმწიფოს შესაბამისად, სახელმწიფოების შესაბამისად თავისი სუვერენიტეტის ხარისხი აქვს. ახლა მაგალითად ჩინეთის ეროვნული ბანკის სუვერენიტეტის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე მაგალითად კანადის ან დაუშვათ ის თუნდაც იტალიის ან ნებისმიერი რა. მაგრამ ჩვენთანაც ახლა მაგალითად ეროვნული ბანკი ბევრ რამეს ქვეყნისთვის ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე ისე რომ არ გაითვალისწინოს აი ამ ფედერალური სარეზერვო სისტემის ინტერესები, ბევრ რამეს ვერ გააკეთებს. საერთოდ ესე არის, რომ რაც უფრო ღრმად შედიხარ კრიზისში, მით უფრო მცირდება მანევრის თავისუფლება და სუვერენიტეტის ხარისხი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ეროვნული ბანკი მაინც საკმაოდ ისე წარმატებულად ართმევს თავს ძალიან ბევრ ამოცანას. მოკლედ, ბევრი ამოცანა შეიძლება რაღაც ბევრი პრობლემები არის გასაკვირველია, შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით მეტი შეიძლება ყოფილიყო, რომ აი არ მუშაობდნენ ისე როგორც მუშაობენ. ეხლა საინტერესო რაღაც არის ერთი მონაცემი, ეხლა საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე თუ შეხვალთ, იქ არის მონაცემები ესეთი საგადამხდელო ბალანსი ქვია, რომელიც არის ძალიან სერიოზული მონაცემი. ეს არის ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ნაკადების ბალანსი რა. აქ არის როგორც საქონელი, მომსახურება და ყველაფერი რა. ხესხი, კრედიტი, ვალი, ყველაფერი არის მოკლედ რა. და ეს ეს საგადამხდელო ბალანსი 90-იანი წლებიდან დღემდე რაც იანგარიშება, მოკლედ რა მონაცემებიც იქ არის გამოქვეყნებული, მე ვიცი რომ ამას ძალიან მაღალკვალიფიციური ხალხი აკეთებს, ასე რომ მონაცემები ისეთია რომ ყველაფერი არის გასაგები და ესე ვთქვათ ეჭვის შეტანაც კი შეუძლებელია, ვიცი რომ ამას უმაღლესი კლასის სპეციალისტები აკეთებენ. ეს ბალანსი ქრონიკულად არის უარყოფითი. 2000 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ჯამში დაგროვებული ეს კუმულატიური უარყოფითი სალდო აი ამ საგადამხდელო ბალანსის არის 30 მილიარდი ამერიკული დოლარი. ანუ ეს არის ჩვენს მიერ გადახდილი ხარკი. 30 მილიარდი. 30 მილიარდი ამერიკული დოლარი. გისმენ ოდარ? ამე დაამთავრება. ვერ გისმენთ პირი. ემისიას რაც შეეხება, ესე იგი, ეხლა მიდის პაიქრობა, უბრალოდ დღიდან შაშანდელი 20 იანვრის მერე, რაც ოფიციალურად ხელისუფლებაში შევიდა. ჯერ პაველთან ჰქონდა ესეთი ჭიდაობის პოზიცია. ზოგჯერ თითქოს პაველი დაიხია უკან და აი ახლა სანამ დავოსში შედგებოდა ეს
თავყრილობა, მანამდე იყო ესეთი რამ, რომ რას ერჩის ჯერომ პაულს, როცა ის მალე უნდა წავიდეს. რაღაც 6 მე მგონი წლის ბოლოს უწევს რა. კი, წლის ბოლოს უწევს. კანდიდატურაც ყავს შერჩეული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც თითქოს რაღაცა პაექრობაშია. და შე როგორ ფიქრობ, ეს რაში ჭირდება, რატო აჩქარებს? უნდა რომ დროზე ადრე წავიდეს, იმიტომ რომ ესა დროის ლიმიტი აქვს და თან იცი როგორი მომენტია, რომ ზუსტად ტრამპის დროს მაშინ კოვიდს ხელმძღვანელობდა ვინმე ესეთი ფაუჩი კი, ენტონი ფაუჩი. ხო, რომელმაც ფაქტობრივად დონალდ ტრამპზე გააკეთა სერიოზული ზეწოლა და დონალდ ზუსტად ფედერალურმა სარეზერვმა ფონდმა ქვეყანაში გამოიტანა აუღრიცხავი ფული 6 ტრილიონი დოლარი. ტრამპს ხელი მოაწერინეს წარმოიდგინე და მე გეტყვი ახლა მე როგორც ინსაიდერული ინფორმაცია ჩემს გავსად იღებდა მე მგონი 2/3 ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობისა ეს იყო კვირაში $1,100. კი ბატონო. $4,400 იძლეოდნენ პერსონაზე, ოჯახზე ალბათ სხვა კალკულაცია იყო და ეგ ბავშვები კიდე სხვა იყო და ოღონდ არ უნდა გემუშავა. მივხვდი განაცხადს რომ ავსებდი, შენ უნდა გეტყვა რომ მე ვარ იმაზე COVID რეჟიმზე არ მუშაობ, გარეთ არ გავდივარ და რაღაც. ესე იგი წარმოიდგინე რა ხდებოდა, დოვლათი არ იქნებოდა. კი ბატონო. წლის განმავლობაში. და ამ დროს ამხელა თანხას გაცემდნენ. და მე რო წლის ბოლოს მივედი ტაქსების გადასახდელად, მე self-employed ვარ, არის W2 იცი ახლა ეს ორი განსხვავება, ერთი რომ ავტომატურად გეჭრება როგორც მაგ ხელფასიდან და არის როცა შენ თუ ბალანსი მიგაქვს. და იმ ჩვენმა ბუღალტერმა მითხრა რომ ესო ამერიკასო დაუდგება 2-3 წელიწადშიო რა. კი ბატონო, მართლა უცოდნია საქმე. ხო რა, ესე მითხრა რა რუსულენოვანი, это говорит боком выйдет. Конечно. იქნება კიდე ერთი 6 იყოს რა, რომ ხვდები ხო, რომ ბარემ რა კაია და რაღაცა, იმიტომ რომ უფრო მეტი გამოდიოდა, ვიდრე გემუშავა, იმიტომ რომ ემუშავები ხო იბეგრები კიდე და რაღაცა და კი, რა თქმა უნდა. ისე უთხარი და არაო, ეხლაო კი გასაგებიაო, მაგრამ 2-3 წელიწადშიო და ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგი ოღონდ ნოდარ და როგორ ფიქრობ ეხა აი ამ ემისიის ფაქტობრივად ხელის მომწერი შეიძლება ძალიანაც არ უნდოდა ტრამპს, მაგრამ გარემო იყო ესე, ხო, თელი მსოფლიო ებრძოდა და აი ახლა რა თუნდა რომ ჯერომ პაუელი გაუშვას არჩევნებამდე, რა შეიცვლება ამით? როგორ ფიქრობ? ჯერომ პაუელის გაშვება რამდენად უნდა ერთი საკითხავი, მაგრამ ახლა დააკვირდია ჯერომ პაუელის და ტრამპის ერთადერთია, ხო? ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ თავის დანიშნული როგორც ყოველთვის არ ამართლებს ხოლმე რა. ანუ ახლა 1000 რამ შეიძლება გარემოებების გამო დაენიშნე, ეგ მხოლოდ ტრამპმა და ჯერომ პაუელმა და კიდეც ალგეულმა ამხანაგებმა იციან. ეხლა რა ერთ-ერთი მაგათი დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საპროცენტო განაკვეთის საკითხი. ჯერომ პაუელი ითხოვდა საპროცენტო განაკვეთის მაღლა აწევას. ხოლო დონალდ ტრამპი ითხოვდა დაბლად აწევას. ორივეს თავისი სიმართლე ჰქონდა, თავისი წილის სიმართლე ჰქონდა. ჯერომ პაუელი ეფუძნებოდა წმინდა ფინანსურ ინდიკატორებს, რომ მოსახლეობაში არის მაღალი ინფლაციური მოლოდინი და დაბალი საპროცენტო განაკვეთი გამოიწვევს ფულის დიდი მასის გაჩენას ხალხში და გაზრდის ინფლაციას. ანუ გამოიწვევს ფასების მაღალ სწრაფს ზრდას, ანუ მაღალ ინფლაციას. რაც არის ძალიან მძიმე რაღაც ეკონომიკისათვის. მაგრამ დონალდ ტრამპს სჭირდება, რომ ეკონომიკა კარგად დაკრედიტდეს, განსაკუთრებით რეალური სექტორი. ამისთვის საჭიროა საპროცენტო განაკვეთის დაბლა დაწევა. ანუ ორი სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი, მაგრამ ორივეს თავისი წილის სიმართლე ჰქონდა რა. ეხლა რატომ უნდა პაუელის გაშვება დონალდ ტრამპს? შეიძლება იმიტომ, რომ ყოველი დღე არის დამატებითი პრობლემების მომტანი. ეს ერთი. მეორე, ვის კანდიდატურა, რომლის წამოყენებასაც დონალდ ტრამპი აპირებს თანამდებობაზე და სახელმწიფო დაქვემდებარებაში ფედერალური სარეზერვო სისტემის გადმოტანა არის ძალიან დიდი და ძალიან მძიმე ამოცანა.
ანუ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება. მე არ ვიცი რამდენად მოახერხებს ამას. ეხლა რაც შეეხება იმ 6 ტრილიონის ემისიას COVID შიზოფრენიის პერიოდში, მაგის შედეგები იმ თქვენ ბუღალტერს სწორად უთქვამს, რომ იმან ძალიან კარგად იცოდა, რასაც მოიტანდა ეს. სადაც 2000-იან წლებამდე ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საექსპორტო პროდუქცია იყო ამერიკული დოლარი. და ეს ამერიკული სახაზინო ვალდებულებებს, როგორც ყველაზე დაბალი რისკის მქონე ფინანსურ აქტივებს, ყიდულობდა სხვადასხვა სახელმწიფოები. მაგალითად, ჩინეთს ჰქონდა 2 თუ 3 ტრილიონი დოლარის ეს სახაზინო ვალდებულებები ნაყიდი, რუსეთს ჰქონდა ძალიან ბევრი ნაყიდი, შემდგომ ინდოეთსაც ბევრი ჰქონდა ნაყიდი, ყველა ქვეყანას ჰქონდა თითქმის ნაყიდი, საქართველოსაც საქართველოს სემიჩკის ფულიც არ არის საქართველოსგან ნაყიდი. მაგრამ შემდეგ როდესაც უკვე ეს ვალი გაიზარდა ძალიან და უკვე ძალიან ამორფულად დიდი გახდა, დღეს ყველაზე დიდი შემსყიდველი არის მოკლედ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები ყიდულობს თავისივე სახაზინო ვალდებულებებს, ჩინეთი ამცირებს თავის სახაზინო ვალდებულებებს, მაგრამ ერთბაშად არ გამოაქვს ბაზარზე, ვინმე ერთბაშად რომ გამოიტანოს ეს ბაზარზე სახაზინო ვალდებულებები, უბრალოდ ჩამოიქცევა ბაზარი. ასევე ამცირებს თავის ამერიკული სახაზინო ვალდებულებების წილს ინდოეთი, ამცირებს რუსეთმა თითქმის გაანულა უკვე. და ამაზე ძალიან ცუდად იმოქმედა რუსეთისთვის 300 მილიარდი დოლარის აი ამ სავალუტო რეზერვების გაყიდვა. ვინაიდან ამან აჩვენა, რომ ეს არავითარი დაბალ რისკიანი აქტივი არ არის რა. პირიქით ეს ძალიან მაღალ რისკიანი აქტივია. თუ ჟენი ქცევა არ მოეწონა ვიღაცას, ღილაკზე თითის დაჭერით, დაკარგა რუსეთმა ამხელა უზარმაზარი აქტივები. ახლა საბოლოოდ დაკარგავს, არ დაკარგავს, ეგ ცალკე ამბავია, მაგრამ ეს პრეცედენტი იყო და აი ესეთი პრეცედენტების შემდეგ უკვე ძალიან იცვლება ბევრი რამე ხოლმე რა. ისევე როგორც ახლა მაგალითად ტრამპის დავოსის ფორუმზე გამოსვლის შემდეგ მაგალითად ამერიკის საფონდო ბირჟაზე მოხდა სერიოზული ვარდნა რა, სერიოზული ვარდნა მოხდა მე მგონი გუში. როცა ტრამპი გამოვიდა იქ. და ანუ გუშინ წინ იყო. ხო, ანუ ყისიერი რეაგირება იყო რა. მაგრამ ეხლა საქმე იმაშია, რომ კაპიტალისტური სისტემა მთლიანად ტერმინალურ კრიზისში. კაპიტალისტური სისტემა არის ექსპანსიური სისტემა და მისი განვითარების მხოლოდ ექსტენსიური გზა აქვს. ანუ ის გზელი მე-16 საუკუნის ბოლოდან, ანუ ვესტფალიის ზავიდან მე-19 საუკუნემდე ეს სისტემა ცხოვრობდა იმით, რომ პერიფერიებზე არსებულ სახელმწიფოებს ამოგლიჯავდა მათი ძარცვის ხარჯზე. ეხლა უკვე საძარცვი აღარაფერი არ არის. სახელმწიფო მსოფლიო გამოილია. ანუ ყველგან კაპიტალიზმია და საძარცვი არაფერია. ამიტომაც აქედან გამოსავალი ახლა ერთი არის მაგალითად ესეთი რამე გემახსოვრებათ, მე მაქვს თქვენთან ნათქვამი ერთ ინტერვიუში ესე. წაკითხული გექნებათ ალბათ ილფიდა პეტროვის ერთსართულიანი ამერიკა. ერთ-ერთ საუკეთესო აღწერა ამერიკის შეერთებული შტატების აი სისტემის გვერდიდან მაყურებლიდან გვერდიდან დანახული ეს ამერიკული ცხოვრება. და ამ ილფის და პეტროვის მასპინძელი ვინც იყო მისტერ ადამსი, საბჭოთა კავშირის თანამგზნობი ამერიკელი, რომელმაც უთხრა ესეთი რამე, რომ მეო საპენსიო დანაზოგიო ჩავდეო ჩემი აზრითო ორი ყველაზე უფრო მყარი სახელმწიფოს აქტივებში ობლიგაციებშიო. რუსეთის იმპერიის და კაიზერ ვილჰელმის გერმანიისო და პირველი მსოფლიო ომის მერე ორივე ქვეყანა განადგურდა. ხოლო ვაიმარის რესპუბლიკაში 20-იან წლებში იყო ისეთი მასშტაბის ინფლაცია, რომ პურის საყიდლად ურიკით მიქონდათ ფული.
იმდენი ისე იმდენად გაუფასურდა ეს ფული და ეს გაუფასურებული ფული გამოგზავნეს ორი რამდენიღაც მილიარდიანი ბანკნოტი და აგერ ბატონო თქვენი საფენსიო ვალდებულებები მარკა არის წვირი გავს სხვა თვალი გავს ეგ არის და დაგიბრუნებ ერთი ვარიანტი არის რომ ესე გაუფასურო ეს დოლარიც ისევე როგორც გერმანიაში მარკა და შემდგომ გადაუხადო რამდენიმე ტრილიონიანი კუპიურა მიცე ფედერალურ სარეზერვო სისტემას და აჰა სულ კარგად ბრძანდებოდით უთხრა მაგრამ ეს თუ მოხდება აი მაგალითად ეხლა როდესაც ეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საექსპორტო პროდუქცია იყო დოლარი და გადიოდა ეს დოლარი გაიქცნენ თავის ინფლაცია გაქონდა ამერიკას ექსპორტს აკეთებდა თავის ინფლაციისას მაგრამ ეხლა როდესაც უკვე გაჯერდა მთელი მსოფლიო და აღარავის აღარ უნდა ამ ამერიკის სახაზინო ვალდებულებების ყიდვა ტრეჟერების ყიდვა არავის აღარ უნდა ამიტომ ამერიკაში გროვდება ეს და უკვე ამერიკაში იგრძნობა ძალიან მაღალი ინფლაცია ხო ну ახლა თქვენ მანხართ და ალბათ ჩემზე უკვე თქვენ გზნოთ და თქვენ ხედავთ ამას ხო წარმოუდგენლად გაუფასურება ხდება ყველაფრის დიახ ნოდარ არ შეიძლება არ განვიხილოთ კანადა მით უმეტეს ახლა დაოში უკვე როგორც იტყვიან ესეთი ძალიან მყახე დააყენა ტრამპმა გრენლანდიის შემოყვება ვინც ახლა მარტივი გეოგრაფია იცის ახლა ვიცით რომ გრენლანდია კანადა ჩაიკეტება შესაბამისად გრენლანდიის შემდეგ ანუ ჯერი მიდგება კანადაზე, აქედან ალიასკა, აქედან გრენლანდია, სამხრეთიდან თავად ამერიკის შეერთებული შტატები და სანამ ეს პროცესი ფაქტობრივად ხმამაღლა უკვე გააჟღერებდა დავოში, 2-3 დღით ადრე პრემიერ-მინისტრი მაიკ კარნი ჩადის ჩინეთში და აფორმებს თითქმის სტრატეგიულ ხელშეკრულებას ჩინეთს. აი ეს რა ოქსიმორონია, ერთი მხრივ იცი რომ ხვალზე მოხდები ამერიკის შეერთებული შტატების კლანჭებში და ჩადიხარ და ჩინეთთან აფორმები და ამაზე ჩინეთიც რომ მოდის, ისიც აფორმებს ეს. ესე იგი და აქვე უნდა თქვათ ეს ლონდონ სიტის თამაშებია? ლონდონი კანადა დამოკიდებულია ახლა სამეფო კარზე. კი ბატონო, თანამეგობრობაში შედის ესე ბრიტანეთთან მეგობრობა, რა ვიცი რამდენად საინტერესოა თავისთავად, მაგრამ ეს შეიძლება არის ის რომ ნუ ახლა კანადაც ზუსტად იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც გრენლანდია და ვენესუელაზე არის, ეს არის დამატებით არაკაპიტალიზებული აქტივი, რომელიც საერთოდ ემისიის ამოცანას ემსახურება რა. და დარწმუნებული ბრძანდებოდით რომ ალეუტების კეთილდღეობაზე არავინ არ ზრუნავს და არც არავის აინტერესებს ეს და არც კვებეკში მოსახლეობის ცხოვრების დონის და ეს არავის არ აინტერესებს დამერწმუნე თამაში. მაგრამ რამდენად მოახერხებს ამის გაკეთებას ამერიკის დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ძალიან ძნელი სათქმელია. ჯერ ვენესუელაში არაფერი არ დამთავრებულა. სხვა შორის მე მაგალითად მადუროს ეს მთელი ეს ოპერაცია ძალიან მაგონებს მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართული ტიპის გაყვანას, ვინაიდან რომელთაც ვენესუელაში არაფერი არ შეცვლილა პრაქტიკულად, იგივე პოლიტიკური ძალაა მართველი, ისევე და დელსია როდრიგესი და მისი ძმა არიან ძალიან ისეთი გზნებარე ბოლივარიანელები, უგო ჩავესის მარჯვენა ხელის შვილები არიან და აი ამ ზედმეტი აქტიურობით დონალდ ტრამპმა და ამერიკის ადმინისტრაციამ შეიძლება გააღვიძოს ერნესტო ჩე გევარას სული. არ მგონია რომ ლათინურ ამერიკაში გრინგოები ძალიან შეუყვარდათ. პირიქით კიდე უფრო მაქვს საფუძვლიანობა ვარაუდი რომ არის, იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად ახსოვს ჩილეს გამოცდილება, ალიენდეს შემდგომ პინოჩეტის მოსვლამ რა გამოიწვია, ყველა ძალიან კარგად ახსოვს ალფონსო ვიდელა, პერონი, ყველა ძალიან კარგად ახსოვს გადატრიალება პერუში, გადატრიალება ბოლივიაში, ყველა ძალიან კარგად ახსოვს გრენადა, ნორიეგა, სანდინასთან ბრძოლა მასში ნიკარაგუაში, დანიელ ორტეგა, რომელიც რამდენი წლების შემდეგ ისევ მობრუნდა ქვეყნის მმართველად და ყველას ახსოვს კუბა.
რომელიც და ფიდელ კასტრო და საერთოდ ლათინური ამერიკა ძალიან საინტერესო არეალია ამ თვალსაზრისით და რამდენად გამოუვა აი ყველაფერი ამის გადაყლაპო ამერიკას მე არ ვიცი ძალიან ძლიერი საქმეა კანადასთან შეიძლება რაღაც გამოუვიდეს მაგრამ კანადის და ჩინეთის ეს ხელშეკრულება რაღაც მაბლოკირებელი შეიძლება იყოს და ეს შეიძლება კანადის სუვერენიტეტის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს ვინაიდან ну ჩინეთი არ არის ადვილი პოლიტიკურ ძალ დააგვერდით თქვენ ესეთ რამეს დონალდ ტრამპმა ჩინეთს გამოუცხადა თავის სატარიფო ომების დროს რომ რაღაც 100%-იან ტარიფს დავაწესებ. მაშინ ჩინელებმა განაცხადეს რომ კარგი ბატონო ჩვენ თქვენთან აი ამ პროდუქციის მოწოდებას ვწყვეტთ. ჩინეთთან რომ შეწყვიტოს ამერიკაში პროდუქციის მიწოდება გაბრძანდით, შედით სუპერმარკეტებში, შედით სავაჭრო ცენტრებში და ნახეთ რამდენგან არის made in China. და ჩინეთი არის მსოფლიოს სახელოსნო და რეალური ეკონომიკის მთავარი ფლაგმანი მსოფლიოში. ამდენად ჩინეთის ეკონომიკა რეალურ ხელშესახებ აქტივებს ეფუძნება. რუსეთის ეკონომიკა შეიძლება არ არის ძალიან დიდი და მაგრამ პერსპექტივების ანალიზისას რუსეთის ეკონომიკა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სიცოცხლის უნარიანი, ვინაიდან ის არის რესურსებით ერთ-ერთი ყველაზე კარგად უზრუნველყოფილი ეკონომიკა. ისევე როგორც კანადის ეკონომიკაც ესეთია. რესურსები ძალიან კარგადაა უზრუნველყოფილი და სწორედ აი ამ რესურსებზე წვდომა უნდა ალბათ დონალდ ტრამპს, მაგრამ რამდენად მოახერხებს ეს ძალიან ძნელი სათქმელი. თან ეს ჩინეთის მხრიდან რევანშს გავს. შეიძლება წაგებული თამაშია. ხდები ისეთ ზონაში შედის. ეხლა ჩინეთი რო იცის რომ როგორც ვენესუელადან და რიგი ადგილებიდან, ნუ ირანს იქიდანაც ან წავა ან არა ეს ხო და აი ეგ არის წაგებული კაცმა არის ის ნიკოლოზ ეს კაცმა არის ის როგორ დამთავრდება ვინაიდან აქ ძალიან რთული პროცესები მიდის მეთქი რა ხა მადუროს გაყვანა ხო ეს რაც მოხდა იქ ამის არაფერი არ შესულა პრაქტიკულად ხო და ეს ვენესუელას მთავრობა ისევე იგივე პოლიტიკური ძალაა ისევე უგო ჩავესი არის იქ ასე ვთქვათ ყველაზე უფრო ესეთი რეიტინგული ფიგურა და ჩინური შეიძლება რაღაც ტანკერი გააჩერეს რაღაც მაგრამ ეს არის პატარა ნემსიშხლეტები იმიტომ რომ რეალურად ჩინეთის ინვესტიციების მოცულობა ზოგადად ამ რეგიონში ბრაზილიაში ვენესუელაში პერუში და ამ ქვეყნებში რა ამ ეკვატორული ზოლის ქვეყნებში არის ძალიან დიდი და ჩინეთს მათთან აქვს რეალური ეკონომიკური ურთიერთობები და არა ნუ ეს ტრეჟერები და სვაზნიაკების ცეხები რა გასაგები ნოდარ ესე იგი მე ჩვენი საუბრიდან ესეთი დასკვნა გამომაქვს არ ვიცი აი როგორ შეაფასებ ზუსტად ამ ჩრდილოეთ ამერიკის რიგი სახელმწიფოების ერთ სახელმწიფოდ გარდაქმნას ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ქვეშ ბუნებრივია ისეთი პირი უჩანს რომ მე მგონი ამერიკა ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება დედოლარიზაციის გლობალური მხრივ და უნდა რომ სანამ ყველაფერი დაიკარგა და ქვეყანა ჩამოიშალა ურჩევნია რომ დედამიწის რაღაც ნაწილზე თავის სავალუტო ნიშნით მონროს დოქტრინა in action და რომ შეიქმნას რესურსებით უზრუნველყოფილი ხო არ მოგვატყუოს არავინ იქ რაღაც ვიღაცამ რაღაც შესახელზე რომელიღაც სერვერზე ბეუნოლებიანი რიცხვი დაწერა და ეს რაღაცას ნიშნავს რეალური ეკონომიკა არის აი ახლა აჩვენა ეს უკრაინის ომმა აჩვენა ეს ყველაფერი რომ რუსეთის ეკონომიკა უსწრაფეს რეჟიმში გადაერთოს საომარ რელსებზე და ვინაიდან ეს არის რეალური რესურსებით უზრუნველყოფილი და აი ხა ეს მონროს დოქტრინა და ეს აი ამ ჩრდილოეთ ამერიკის ესეთი გაერთიანება ეს რამდენად მოხერხდება ძნელი სათქმელია ვინაიდან ავტორიტეტია ძალიან დაბალი და აი მაგალითად მექსიკასთან ამერიკელებს ძალიან ეშინიათ მექსიკელების ჩინელებს ძალიან ეშინიათ მონღოლების და რატომ ამერიკელის და მექსიკელის შეჯვარებით აუცილებლად მექსიკელი მიიღება. ყველა სხვა ერთთან შეჯვარებით ამერიკელი მიიღება. მექსიკელთან შეჯვარებით აუცილებლად მექსიკელი მიიღება. ესევე იყო ჩინელი და მონღოლის შეჯვარებით აუცილებლად მონღოლი მიიღება. ეს ძალიან კარგად იციან და არის ესეთი
ასე. გასაგებია. და შესაბამისად, საითკენ მიმყავს კითხვა, თუ ტრამპი ქმნის რეალურ ფულის ნიშანს, რეალურ დოლარს, ესე იგი, მან ნებით, უბრალოდ იძულებით, მან უარი უნდა თქვას დოლარის სოფლიო ჰეგემონიაზე და ბუნებრივია საუბრის ბოლოს ტრადიციულად მე საქართველოზე გადავდივარ ხოლმე და ჩვენ რა პერსპექტივა გველის ამ დიდ გადანაწილებაში? გასაგებია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა დამკვირვებლის როლში, სწორედ აღნიშნე, რომ ვართ, მაგრამ აი წარმოიდგინე, რომ აღარ არის დოლარი ჰეგემონი, გამოჩნდება 2-3 ვალუტა სოფლიო ბაზარზე, რომელიც გახდება გაცვლის კურსი, თავად მახსოვს, კარგად ამიხსენი, რომ რაღაც ვერ გავიგე და მაშინ მითხარი, რომ როცა ორი სახელმწიფო ერთმანეთს ხვდება და რამე კონკრეტულ პროდუქტზე თანხმდებიან და მის ფასარმოქმნაზე იყურებიან სოფლიო ბირჟაზე და მაინც და მაინც ისევ იმ დოლარს უყურებენო და აი ეს დოლარი რო გაკრება, აი ამ შემთხვევაში პატარა ქვეყნებს, როგორებიც საქართველოა, სხვამ თავის თავზე იდარდოს. და საუბრის დასაწყისში ახსენე, რომ ჩვენი ორი დიდი ბანკი, TBC და საქართველოს ბანკი ფაქტობრივად ქართულ ბანკებად აღარც აღიქმება. ეს ჩემი აზრია, თუ ვწდები, მითხარ. კი, არა, მართალია. და აი ეს ტრანსფორმაცია როგორ უნდა მოხდეს? ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ ამ დროს ძალიან მარტივი გზაა. არის მარტივი კომპონენტი? არა, მარტივი არის მეთქი, ოღონდ გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მე უკვე მარტივია, რომ გადაწყვეტილებას მიიღოთ რა. ვინაიდან შენ უნდა მიხედო შენ ქვეყანას, მოკლედ შენი ქვეყნის შიდა პოლიტიკის შენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა და უსაფრთხოება უნდა იყოს შენთვის მთავარი და ამაზე უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი შენი მოქმედება. და ყველა საგარეო ურთიერთობა იქნება, საფრთხე იქნება თუ რა იქნება, ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ინტერესებს. და საგარეო პოლიტიკა შესაბამისად უნდა იყოს ამისი წარმოებული და არა პირიქით. და ამიტომაც ქვეყნებს შორის ურთიერთობისას, ახლა სავაჭრო ურთიერთობისას არის ათასნაირი სხვადასხვა მექანიზმები, არის ბარტერის, კლირინგის, ათასნაირი მექანიზმები არის საერთაშორისო ვაჭრობისას და სხვათა შორის იოსებ სტალინი, როდესაც მეორე ინდუსტრიალიზაცია დაიწყო ომის მერე, იყო ესეთი იდეა, რომ ყოფილიყო ექსპორტზე ორიენტირებული საბჭოთა კავშირის ეკონომიკა, მაგრამ სტალინი ამას მაინც და მაინც არ მიესალმებოდა და არ ყოფილიყო ექსპორტზე დამოკიდებული. აი მაგალითად ჩინეთისთვის ძალიან დიდი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანა იყო ძალიან ექსპორტ დამოკიდებული. და ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიწყო აი ამ გიგანტური ხომალდის კურსის სვლილება, რომ განვითარების ვექტორი მიმართეს ქვეყნის შიგნით. მოსახლეობის კეთილდღეობის დაზე და რეალურმა შედეგებმაც არ დააყოვნა. ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბიდან ჩინეთში ამოვიდა 700 მილიონი ადამიანი. ანუ თითქმის ნახევარი რა. დიახ და სიღარიბის ზღვარსკომო ძალიან ბევრი იყო, ახლაც არის სიღარიბე და უთანაბრობა ყოველთვის არის ადამიანების საზოგადოებაში, მაგრამ საშუალო ცხოვრების დონე დღეს ჩინეთში არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს იყო მაგალითად 20-30 წლის წინ. და აი ბოლო 10 წელიწადში მოხდა მთელი ეს პროგრესი, ვინაიდან განვითარების ვექტორი მიმართული იქნა ქვეყნის შიგნით. და იმისთვის რომ ნაკლებად ექსპორტ დამოკიდებული ყოფილიყო ქვეყანა. მოკლედ უნდა ეცადო მაქსიმალურად ავტარკიული ეკონომიკის შექმნას. მაქსიმალურად ახლა საქართველოს არ არის ისეთი მასშტაბის და რესურსებით იმდენად უზრუნველყოფილი ქვეყანა, რომ სრული ავტარკია შეძლოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადო ამის გაკეთებას და ხოლო მოკავშირეები პირველ რიგში უნდა დაალაგოს შენ სამეზობლოსთან პოლიტიკა. შენ სამეზობლოსთან უნდა დაალაგო ურთიერთობები. ჩვენთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების დაალაგება რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ირანთან.
ეს არის ჩვენი უახლოესი სამეზობლო. პირველ რიგში ამათთან. ხოლო დანარჩენი ახლა რაც შეეხება უკვე ევროკავშირი და ნატო და 78 მუხლი დეგენი, ნუ მაგას უნდა მიხედო რა, ახლა ნატოში და რაღაც ორგანიზაციაში გაწევრიანება, ანაკლიის სპორტი, ელდეპოს სახინკლე და მსგავსი რაღაცები კონსტიტუციაში ჩასაწერი არ არის. ნოდარ და ბოლოს საქართველოს როგორც სხვა ქვეყნების ეკონომიკა დამოკიდებული არის სადაბეგრო სისტემაზე, თუ სწორად ვამბობ. დიახ. მაგალითად იგივე ის ჩემს მიერ გახსენებული ის კვირაში $1100, მე წლის ბოლოს ისე დაიბეგრა თქვენი მონომორჩილიც, რომ რამის სანანებლად გავგვიხდა, მაგრამ ნუ ეს იქით იყოს ამერიკაა და აქ მე ყველაფერი უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ზუსტად. მაგრამ როგორ ფიქრობ, რამდენად ლოიალურია სადაბეგრო სისტემა საქართველოში? თუ ამ ეტაპზე ასეც უნდა იყოს? თუ ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს? არა, ამაზე ცალსახა პასუხი ნამდვილად არ არსებობს. ეხლა საქართველოში საგადასახადო ტვირთი შეუდარებლად დაბალი არის სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგრამ ნუ არის რაღაც გადასახადები, რომლებიც განვითარებას ხელს უშლის. მაგალითად ეხლა დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც ყველა დამატებული ღირებულების წარმოქმნის ყველა ეტაპზე იბეგრება, ამან შეიძლება რაღაცის ხელი შეუშალოს, შეიძლება განვეთქვა, რომ რაღაცებს ხელს უშლის. საგადასახადო სისტემის გადახედვა და რეგულირება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საჭირო რამეა. მაგრამ ეხლა დღეს ისეთი მახრჩობელა გადასახადები, როგორიც იყო მაგალითად ნულოვანი წლების დასაწყისში, ისეთი არა. მაგრამ ნუ აქ ცალსახა პასუხის გაცემა ძალიან ძნელია. აი მაგალითად ეხლა როდესაც მაგალითად თქვა პამიდორი, ხო? პამიდორი შემოდის თურქეთიდან. თურქეთიდან რომ შემოდის პამიდორი, როგორც კი სარფში გამბაჟება მოხდება პამიდურის ტვირთის, პამიდურის წარმოებას ამ პამიდურის წარმოებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების ეკვივალენტური თანხა დაუყოვნებლივ უბრუნდება. ვინაიდან ეს არის ექსპორტზე გატანილი საგანი და ის დღეგესგან თავისუფალია. და ანუ შენთან რომ პამიდორი შემოდის თურქეთიდან, იმის უკან დგას 80 მილიონიანი თურქეთის რესპუბლიკა თავისი არმიით, თავისი საგადასახადო სისტემით და თავისი იანიჩარებით და ყველაფრით რა. და შენ აქ ამას უპირისპირებ გლეხს 2.15 მიასედ ნაკვეთად ფრაგმენტირებული 0.8 ჰექტარი მიწით და ტაბელური თოხით შეიარაღებულს, რომელსაც თუ გაუწყრა ღმერთი და კრედიტი აიღო ბანკში მეურნეობის წარმოებისთვის, კრედიტის აღების წამიდანვე დაუყოვნებლივ ურთავენ მრეწველს. და სანამ მოსავალს აიღებს, მანამდე ეს კრედიტი უნდა იხადოს და მოსავალს კიდე წელიწადში ერთხელ იღებს, ხო მასეა. და ამდენად შენ უბრალოდ შეუძლებელია რომ აი ასეთ პირობებში გაუწიო კონკურენცია იმას, სადაც ეს ყველაფერი სუბსიდირებულია. მაგრამ როგორ უნდა მოახერხო აი ამ მიწათმფლობელობის გამსხვილება? ლიბერალებს რომ კითხო, უნდა იყოს მიწის ყიდვა, გაყიდვა და მოხდება გამსხვილება. ჯერ ერთი ასე გამსხვილება არ მოხდება. მეორე, თუ ასე დაუქვათ მოხდება გამსხვილება და ვიღაცეები მიწას იყიდიან, ჩამოგეყალიბდება აუცილებლად ლატიფუნდისტების კლასი. საიკითხეთ, ჩვენ რო ვსწავლობდით სკოლაში კონსტანტინე ლორთქიფანიძის კოლხეთის სისკარი და გეყოლება რამდენიმე ბარნაბა საგანელიძე. არ აქვს მნიშვნელობა ამას. ეს ლატიფუნდისტი ქართველი იქნება, თურქი იქნება, სომეხი იქნება, არაბი იქნება, რუსი იქნება თუ ვინ. ყველა ერთნაირია სოფლის მოსახლეობასთან მიმართებაში. და ამდენად ურბანიზაციის ტემპი ისევ რომელიც ისე ძალიან მაღალია, საბოლოოდ მიაღწევს პიკს. და ეს უკვე კატასტროფაა ქვეყნისთვის. ამიტომ ამის ეს მოგვარებადი არის ეს პრობლემა, მაგრამ მოგვარებას უნდა სხვანაირი მიდგომა და არა ესე ბაზარზე მინდობა ყველაფერს. გასაგებია. ნოდარ, ძალიან დიდი მადლობა ამ ყოვლისმომცველ მადლობა თქვენ. და დიდი მადლობა, რომ ესე აკადემიურად და მაქსიმალურად განმარტებითი ფორმით
ჩემთვისაც და ჩვენი საზოგადოებისთვისაც გადმოეცი ეს მიმდინარე ვითარება და ეხა მაყურებელს ვეთქვი თქვენი ნებართვით რომ ეს ის შემთხვევა პატივცემულო მაყურებლებო რომ ეს მხოლოდ ჩვენ ამერიკას დავოს და ევროპას არ ვიხილავთ ესე რაც ნოდარმა ბძანა ამ ეთერში ეს ეხება უპირველესად ჩვენ ქვეყანაზე საქართველოს და ასე რომ ვისაც მოგეწონათ ეს ვიდეო გაიზიარეთ ნოდარის აზრები გთხოვთ ასევე გააზიაროთ ეს ვიდეო იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ნოდარ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის და დროებით მომავალ შეხვედრამდე თემები დიდი მადლობა. არ გაგზავნებოდეთ.